ერთხელ კაცმა დიდი ძროხა დაკლა, გრილი დაანთო და შვილს უთხრა: შვილო, დაუძახე ჩვენს ნათესავებს, მეგობრებს და მეზობლებს, რომ ჩვენთან ერთად ჭამონ, ვიზე იმოთ. ვაჟი ქუჩაში გამოვიდა და ყვირილი დაიწყო. თხოვთ დამეხმარეთ. მამაჩემის სახლში ხანძარია, ჩასაქრობად მოგეშველეთ. რამდენიმე წუთში ადამიანების მცირე ჯგუფი გამოვიდა. დანარჩენებმა კი თავი მოაჩვენეს, თითქოს დახმარების ძახილი საერთოდ არ გაუგონიათ. ვინც მივიდა, გვიანობამდე ჭამდნენ და სვამდნენ. გაუცებული მამაშვილს მიეუბრუნდა. ამ ხალხს ძლივს ვიცნობ, ზოგი კი საერთოდ არასოდეს მინახავს. სად არიან ჩვენი ნათესავები, მეგობრები და მეზობლები? შვილმა კი უპასუხა: ის ხალხი, ვინც სახლებიდან გამოვიდა, ჩვენს სახლში ხანძრის ჩასაქრობად მოვიდა და არა სუფრაზე დასაჯდომად. სწორედ ისინი იმსახურებდნენ ჩვენს გულხვაბასა და მასპინძლობას. მორალი: ისინი, ვის რთულ წუთებში არ გეხმარებიან, არჩენს სადღესასწაულო სუფრაზე უნდა ისხდნენ და საერთოდ არ უნდა ქონდეთ არანაირი კონტაქტი მათთან.